ხვალ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენით გაგრძელდება სხდომა მედიის გაშუქების გარეშე. ვიცით, რომ პროცესები სხვა სინდისის პატიმრების შემთხვევაშიც ფინალისკენ მიდის, ივლისის ბოლოს არსებითი განხილვა სრულდება. როგორ წარმოგიდგენიათ ხვალინდელი დღე, ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი სასამართლო განხილვის მედიის გარეშე? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ჩვენ უკვე ვნახეთ სხვა პოლიტპატიმრების პროცესებზე რა ხდება. როგორც ცდილობს რომ მედია ეს ამბები გამოიტანოს, რაც შეიძლება ცოცხლად, რაც შეიძლება ახლოს მიიტანოს მკითხველამდე და მაყურებლამდე, მაგრამ მეორე მხრივ ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს გახადოს შეუძლებელი. დღეს რაც მოხდა თბილისის სასამართლოში, ეს იყო ინტაუწერელად ძალიან რთულად სანახავი. რამ ამას ალბათ დაუბრუნდებით კიდევ, ხვალ გვექნება ალბათ პირველი პროცესი, როდესაც მედია პირველად ვერ გააშუქებს მზიას პროცესს, სასამართლოს სხდომას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სხდომების გაშუქება, რადგან თითოეულ სხდომაზე, თითოეულ განხილვაზე ძალიან კარგად, ცხადად და მკაფიოდ ჩანდა ყველა ის სიცრუე და ყველა ის, არ ვიცი, შავი ნაკერი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც მზიას საქმეში და ირაკლი დგებუაძის სახე. და ირაკლი დგებუაძის სახე და არა მარტო ირაკლი დგებუაძის სახე, მთლიანად რეჟიმის სახე და მთლიანად ამ რეჟიმის მედიასთან ბრძოლის, ასე ვთქვათ, ანატომია, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს სასამართლო პროცესი არის ზუსტად ეს და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესს ესწრება ხოლმე, იქნება ბათუმში. არა მხოლოდ იმისთვის, რომ იქიდან ეს ამბავი ცოცხლად და ზუსტად გამოიტანოს, არამედ იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მზიას, რა თქმა უნდა, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იცის ისედაც. მზია ჩვენგან დაინახავს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავინახავთ ხვალ მზიას ვიზუალურად სასამართლო პროცესზე. არა და ხარის ხდებით, რა თქმა უნდა, ხო, არ უბრალოდ ვერ ვაჩვენებთ მაყურებელს, ვიზუალურად ვერ გადავიღებთ ამას. საზოგადოებაც ვერ დაინახავს, რა თქმა უნდა. ხო, ამის ზუსტად ამის შედეგი ამიტომაც არის, იმიტომ რომ ამ სასამართლო პროცესებიდან არა მარტო მზიასი, რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკურ პატიმრებისაც ძალიან ცხადად აჩვენებდა მედია ყველაფერს, რაც ხდება ქვეყანაში და ბუნებრივია, ერთი არის მიმართულება, რომელსაც ქართული ოცნება მედიის წინააღმდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტი და სხვადასხვა იარაღით ბრძოლის ფარგლებში ეწევა, კანონები იქნება ეს თუ სხვა შესაძლებლობები, რაც თქვათ რეჟიმს ხელს ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ მეორე არის რომ მათ აწუხებთ რომ საზოგადოება ამას ხედავს. აწუხებთ არა ადამიანურად, რა თქმა უნდა, მაგრამ აწუხებთ როგორც რეჟიმს, იმიტომ რომ ეს მათთვის არ არის სასარგებლო. მათთვის არ არის სასიკეთო. კი, მზიას პროცესის მიდის ბოლოსკენ, ხვალ იქნება დაცვის მოწმეების დაკითხვა, რაც დაგეგმილია და რაც ვიცით, ეს არის ასევე 21-ის სასამართლოს სხდომა გაიმართება თუ არა, ჯერ არ ვიცი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოასწრებენ მტკიცებულებების გამოკვლევას და 28 ივლისის სხდომა, ეს არის უკვე მხარეების დასკვნითი სიტყვები, რის შემდეგაც მალევე გვეწოდინება განაჩენი. უნდა ველოდოთ განაჩენს, რომელიც ხო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაიხურა ბევრი აბსურდი, საბედნიეროდ ჯერ კიდევ, როცა შესაძლებელი იყო იქ გადაღება, ვნახეთ, ხო, იქ მოწმეები, ცრუ ჩვენებები იყვნენ წარმოდგენილები. ხო, ცოტა დააგვიანდეთ ახლა მთავარი დაზარალებული ვითომ, ხო, ეს დგებუაძე ლოყაზეო, ტკივილი ვიგზენიო და სულ სხვა ლოყაზე იყიდებდა ხელს და გასაგები იყო, რატომაც დახურეს ეს ყველაფერი.